მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, ვაგრძელებთ საშემოდგომო სამოტივაციო ვლოგებს. დღეს მინდა რომ მისაღები ოთახი კარგად დავალაგო. როგორც ხედავთ, ჩემი მისაღები ოთახი აღარ გავს მისაღებ ოთახს, უფრო საწყობს გავს, რადგან აქ არის ბავშვის ტანსაცმელი, რომელიც თითქმის 2 დღეში ერთხელ იფინება და გაშრობისთანავე ვიღებ, შემდეგ ისევ ახალ სარეცხს ვფენ, გარეთ ვერ ვკიდებ, როგორც იცით, ბევრი ყვავები გვყავს და თან ცუდი ამინდებია. აქ არის ასევე ბავშვის ეტლი, მაქსიკოზი, სათამაშოები და ასე შემდეგ. აქეთაც ბავშვის სავარძელია, საქანელა. მოკლედ არეული აქაურობა, მინდა რომ კარგად დავალაგო, შევცვალო ფარდები, ასევე დავკიდავ მანათობლებს, შემოვიტან მეტ საშემოდგომო სიმყუდროვეს, რაც შემოდგომას ძალიან უხდება, ასევე ხვალიდან ბავშვებს აქვთ 2 კვირიანი არ დადაგები სკოლაში და მინდა რომ ავიღო ეს გადასაფარებელი. გავწმინდა კარგად დივანს, ავიღებ გადასაფარებელს, რადგან როცა ბავშვები სახლში არიან, გადასაფარებელი სულ ჩამოვარდნილია და მოკლედ ამის გასწორების დრო არავის არ აქვს ამჟამად. როგორც ხედავთ, აქ იყო ხალიჩა და პატარა მაგიდა, რომელიც ასევე ავიღეთ ამ ყველაფერთან ერთად ეს ხალიჩა და მაგიდა უკვე ზედმეტი იყო აქ, ამიტომ ესეც ავიღეთ და ვფიქრობ, რომ ასე უფრო უკეთესია. მოკლედ დავიწყოთ. Trace the cracks on the floor tonight. Neon shadows dance in the broken light. A heart beats loud, but it's out of sync. Lost in the rhythm, I can't quite dream. The air is heavy, it pulls me in. Pull me in that twisted maze. Reflections twist in a fevered haze. The crowd is asleep, but I'm still alone. Chasing whispers I'll never own. Yeah, it's heavy, it pulls me in. Pull me in that twisted maze. Yeah, glow, glow, shadow glow. Falling deeper, I don't know. Glow, glow, shadow glow. Pull me under, don't let go. Shadow glow, falling deeper. I don't know. Glow, glow, shadow glow. Pull me under, don't let go. Just like the street lights lit this town, like a fire in a blaze, gotta burn it down. Can't be afraid to leave this out. We got this far, don't know how. I see danger in your eyes. They know we'll burn down the night. Coming just like the sunrise. You know that we're gonna let it rain tonight. We're gonna let it rain tonight. We're gonna let it just like the sun.
just like a spark that's breaking out. Can't make a stop, can't turn back now. We know that there's no room for doubt. No, we can't turn back now. I see danger in your eyes. They know we'll burn down the night. Coming just like the sunrise. You know that we gonna light it up tonight. We gonna light it up, babe. Tonight we gonna light it up just like the sunrise. We gonna light it up now. რაც მთავარია მოვასწარი სანამ პატარას ძინავს ფარდების გამოცვლა და ახალი ფარდების დაკიდება, ასევე დავკიდე ეს მანათობლები, რომლებიც სინამდვილეში არ ჩანს და ღამით არის ულამაზესი. სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდოდა ჟალუზის გარეშე დამეტოვა ეს ფანჯარა, მაგრამ ვიცი რომ საღამოს მანათობლების გამო ჩამოუშვებენ ბავშვები და ყვავილები რომ არ გამიფუჭონ, აი აქ უკვე ჩამოვაფარე და დავტოვე ასე, თორე ისე უფრო ლამაზი იქნებოდა ჟალუზის გარეშე. ახლა მინდა რომ გავწმინდო დივანი და შემდეგ მოვამზადებ პეროგს. ვაპირებდი ჯერ სადილის მომზადებას, მაგრამ სადილი მალე მზადდება, ბარემ აქაურობას მოვრჩები და შემდეგ მოვამზადებ სადილს. გავწმენდავ დივანს და სკამებს, აი ამით, ეს არის ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი, დავასხავ ადუღებულ წყალს ზემოდან და ამით გავწმენდავ შემდეგ ტექსტილს. მას შემდეგ, რაც ტაბლეტი გაიხსნება, შემდეგ ვამატებ ცივ წყალს, რომ ხელები არ დამეწვას, რა თქმა უნდა. წყალი ბევრი არ უნდა დავამატოთ, მთავარია რომ წყალი იყოს ცხელი, ისეთი ცხელი, რომ ოდნავ კბენდეს ხელს სიცხელე, რადგან ტექსტილის გაწმენდვის დროს აუცილებელია წყალი ცხელი, რომ მალევე აორთქლდეს და არ დარჩეს წყალი ზემოდან მატერიაში. This is where I wanna be. On up with you, supersonic. We're on fire, rockin' love alive. On up with you. Just in the backseat of the Beamer, put my feet up. How you feeling? Yeah, yeah. Just in the backseat of the Beamer, put my feet up. How you feeling? Yeah. Just in the backseat of the Beamer, put my feet up. How you feeling? Yeah. That's just in the backseat of the Beamer, put my feet up. How you feeling? Yeah. Just in the backseat of the Beamer, put my feet up. How you feeling? That's just in the backseat of the Beamer, put my feet up. How you feeling? So free to be. This is where I wanna be. So sweet to me. This is where I wanna be. Caught up with you. So sweet to me. This is where I wanna be. Caught up with you. Supersonic. We're on fire. Rockin' love alive. Caught up with you. Rockin' love alive. Caught up with you. Just in the backseat of the Beamer, put my feet up. How you feeling? მოვამზადებ ყველაზე საშემოდგომო პეროგს, დღეს გამოვიყენებ ალუბლის ჯემს შიგთავსისთვის, ასევე ნებისმიერი ხილის გამოყენება შეგიძლიათ, როგორც გაყინული, ასევე ჩვეულებრივი და ნებისმიერი ჯემის ან მურაბის გამოყენებაც. ახლა მოვამზადებ ცომს, ცომი არის ფხვიერი, დაგვრჩება მხოლოდ 3 კვერცხი, აქედან 2 კვერცხი
ცომისთვის დაგჭირდება და 1 კვერცხის ცილა, ხოლო 1 კვერცხის გული ზემოდან წასასმელად. აქ მაქვს 100 გრამი კარაქი, გამდნარი, 150 გრამი შაქარი, 150 გრამი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვირებელი და ვანილი. ჯერ ვურევთ კვერცხს და შაქარს ერთმანეთში, შემდეგ ვამატებთ კარაქს, ფქვილს, ვზელთ ცომს და შემდეგ უკვე გადავდივართ გაფორმებაზე. ასეთი გამოვიდა ცომი. ცომი არის ურბილესი, არ იკრავს ხელზე. რეცეპტში მეწერა, რომ 150 გრამი ფქვილი იყო საჭირო და არ ვიცი, ალბათ შეცდომით მეწერა, საკმაოდ მეტი ფქვილი დავამატე, რადგან არ იყო 150 გრამი. სხვა შორის პირველად არ ვაკეთებ ამ რეცეპტით და მგონია, რომ შეცდომით მეწერა 150 გრამი. ზუსტად არ ვიცი, რამდენი დავამატე თვალის ზომის მიხედვით, მაგრამ საკმაოდ მეტი აიღო, ვიდრე 150 ან 200 კიდევ დამატებით. სადღაც ალბათ 400-450 გრამი ფქვილი დამჭირდა სულ. ახლა გავაბრტყელებ, გადავიტან აი ამ გამოსაცხობ ფორმაში და შემდეგ გამოვაცხობ. ესეც ჩემი პიროგი მზად არის, გამოვაცხობ 180 გრადუსზე 20-25 წუთით.
გადავდივარ უკვე ვახშმის მომზადებაზე, რადგან პატარაც ჭირვეულობს და ვეღარ ვასწრებ მისაღები ოთახის დამთავრებას. ვფიქრობ, რომ ხვალისთვის გადავდებ, რადგან რაც ყველაზე მთავარი იყო უკვე გავაკეთე, ხვალ მხოლოდ გავაფორმებ საშემოდგომოდ და უკვე ესეთი წვრილი დეტალებია დარჩენილი, ასე რომ ახლა ვამზადებ ვახშამს, მოვამზადებ დღეს ნიუკის იტალიურ სადილს. აქ მაქვს უკვე მოხარშული კარტოფილი, კარტოფილს დავუმატებ კვერცხს, ფქვილს, მოვზელ კარტოფილის ცომს, შემდეგ მოვხარშავ ნიუკის და დღეს მოვამზადებ ნაღების соуსში ცოკოსთან ერთად. ასე აქ მაქვს უკვე მოხარშული კარტოფილი. კარტოფილი მოვხარშე უკვე დღეს დილიდან, რადგან ვიცოდი, რომ ნიუკის მოვამზადებდი. ეს არის გოჩას საყვარელი კერძი. მორჩა მზად არის. ესეც ჩვენი კარტოფილის პიურე. დავუმატებ ერთ კვერცხს და ფქვილს, რამდენსაც აიღებს. I wish I could tell you that I want you here with me, but you'll never love me like the way we used to be. Too far from Saturn, lost in the patterns. Where's the stars align so we could be free? Palms are sweaty, knees unsteady. I can't see my head on straight. Heart is heavy. მიც მზად არის, ცომი არის რბილი, ძალიან დამყოლი. ბევრი ფქვილი არ დაამატოთ, რადგან შემდეგ ფქვილში უნდა ამოავლოთ, როგორც იტყვიან, აი ასე. გავყოფ ორ ნაწილად და ჯერ ერთ ნაწილს გავაკეთებ, შემდეგ მეორე. აი ასეთი გრძელი ფორმა უნდა მივცეთ. დავჭრით სასურველ ზომებად. სასურველია რომ იყოს პატარა-პატარები. აი ასეთი. შეგიძლიათ ასევე დატოვოთ. სინამდვილეში ნიუკი გამოიყურება აი ასე. რაღაც ასეთი ფორმა აქვს, მაგრამ ამასაც დრო უნდა. ამ ფორმის გაკეთებასაც აი ასეთი უნდა იყოს წესით. ამიტომ მე დღეს არ გავაკეთებ და იქნება უფორმო ჩემი ნიუკი. არა უშავს გოჩას ისე უყვარს, რომ უფორმოსაც მიირთმევს გემრიელად. და უნდა მოვხარშოთ მდუღარე წყალში. წყალში ვამატებთ მარილს, რადგან ახლა ცომში არ არის მარილი. და ვხარშავთ 10 წუთი. Don't think I can see your face. No, it's just friends. Hold on to the ends. It feels like forever away. Yeah, we're on, and we're on. It will never be enough. No, we're gone, and we're on. No way. If I stay, if I go, it won't change this lonely road. So like this. სანამ ნიუკი იხარშება, მე დავჭრე შამპინიონს და ასევე ერთ თავ ხახვს.
ნიოკი იხარშება, აქვე იწვება სოკო, კარგად რომ შეიბრაწება სოკო და ვუმატებ ნაღებს და მარილს სუნერებთან ერთად, შემდეგ გადავიტან ნიოკის ამ соуსში და სადილიც მზად იქნება. ასევე მომზადდა ჩემი პიროგიც, სულ 15 წუთი დასჭირდა 180 გრადუსზე. სხვათა შორის დამოვიწყდა ზემოდან კვერცხის გულის წასმა და ალაგება რომ დავიწყე აქ და დალაგება, შემდეგ შევამჩნი კვერცხის გული, მაგრამ არა უშავს იმდენად არ ეტყობა, რომ კვერცხი არ უსვია. კვერცხის გულით უფრო ოქროსფერი და უფრო ლამაზი უნდა გამოსულიყო. ახლა ძალიან ცხელია, ცოტა რომ შეგრილდება, დავჭრით და გაჩვენებთ გაჭრილსაც. ვაგრძელებთ მისაღები ოთახის დეკორაციას და დამრჩა მხოლოდ დეკორაცია. ვფიქრობ, რომ მაგიდაზე გადავაფარო გადასაფარებელი, არ ვხმარობ საერთოდ გადასაფარებელს, მხოლოდ მაშინ, როცა სტუმრები მომდის და მაგიდას ვშლი. ვფიქრობ, რომ ახლა უფრო მეც სიმყუდროვეს შემოიტანს გადასაფარებელი, რადგან ხალიჩაც არ არის და უფრო შეავსებს აქაურობას. მინდა რომ ის კუთხე დავალაგო, ზედმეტები ავიღო და ამ კუთხის გაფორმებაც მინდა. Trace the cracks on the floor tonight. Neon shadows dance in the broken light. A heart beats loud, but it's out of sync. Lost in the rhythm, I can't quite dream. The air is heavy, it pulls me in. Pull me in that twisted maze. ასეთი გამოვიდა სასადილო მაგი და ჩემი აზრით არის ულამაზესი, ძალიან მოუხდა აბსოლუტურად ყველაფერი ერთმანეთს და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთი კვირა მაინც დავტოვებ და იქამდე ახალი იდეა არ მომივა თავში და არ გადავაკეთებ აქაურობას. გადავიდეთ აქეთ ამ მხარეს, აქეთ მაქვს რაღაც ჩაფიქრებული, ამებისგან მინდა რომ მოჩვენებები გავაკეთო და დიდი იმედი მაქვს, რომ ლამაზი გამოვა. ასევე გამოვიყენებ სანთლებს და ფოთლებს დეკორატიულს. Reflections twist in a fevered haze. The crowd is a
არ ვიცი კამერაში როგორ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ეს კუთხე არის ულამაზესი, ასეთი ლამაზი მოჩვენებები გამოვიდა. წესით შეიძლება რომ ჭიქაზე უბრალოდ დაედოს ბურთი ან ნაძვის ხის სათამაშო მრგვალი და შემდეგ ჩამოეფაროს რაიმე ტილო ან თეთრი ნაჭერი. მე უბრალოდ ასეთი რაღაცები მოვიფიქრე, მოკლედ ნახეთ რომ სამარილეები ამოვაბრუნე და ისე ჩამოვაცვი რომ ეს თავი ყოფილიყო მრგვალი. ჩვეულებრივი თეთრი ტილოც შეგიძლიათ გააკეთოთ, ეს ტურის ტილოა, ხოლო ესეც არ მახსოვს, მე მგონი ნიცას ხალათი იყო ძველი და ის იყო გაჭრილი, მოკლედ რაც მთავარია ასეთი საყვარლობები გამოვიდა. შუქიც უხდება ძალიან, უშუქოთაც ძალიან ლამაზია. აი ასე უბრალოდ ითიშება და ასეთი საყვარლები გამოვიდა. მოკლედ პატარა აქ დაეძინა, ამიტომ მტვერსასრუტს ვერ გავატარებ ჯერ. საერთოდ მტვერსასრუტს ვატარებ, როცა ბავშვს ძინავს, მაგრამ ახლა რომ ძირს წევს, ამიტომ არ გავაკეთებ. აქ არის საშემოდგომო რაღაცეები, ამას ჩავიტან ახლა პადვალში და აქაურობას მივალაგებ. გაჩვენებთ ჩემს ღვეზელს, რავი ღვეზელია, პეროგია თუ რაც არის, მოკლედ გემრიელი კი არის და რა ვიცი. სანამ პატარას ძინავს, ცოტას შევისვენებ, დავლევ მარწყვის ჩაის და დავაგემოვნებ ჩემს ღვეზელს, გუშინ არ გამიჭრია, რადგან როგორც უეკითხარით გვიანი იყო და ახლა უკვე მეორე ნაჭერი დავიჭერი, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.